სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი განხილვა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები იქნება სოციალურ მედიის საკმაოდ დიდი პლატფორმებისთვის 2024 წელს და განსაკუთრებით სოციალურ ქსელის მომხმარებლები გამოყოფენ ხელოვნურ ინტელექტს და აცხადებენ, რომ შესაძლო არის მეტამ უფრო მეტად მოახერხოს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება Facebook-ისთვის და შესაძლო არის ისიც, რომ ახლა უფრო გასართობი პლატფორმა გახდეს Facebook-ი, ვიდრე მაგალითად ინფორმაციის მიღების საშუალება. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ სწორედ იმიტომ სურთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომ ის ყველაზე კარგად ხვდება სოციალური ქსელის მომხმარებლების ინტერესებს და შეუძლია, რომ კონკრეტულად ერთი მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პოსტები თუ სხვა სახის ვიდეო თუ ფოტო მასალა შესთავაზოს. ამავდროულად უნდა ველოდოთ ასევე მეტასგან უფრო მეტი მოკლე ვიდეოების, ანუ rilsების გამოყენებას 2024 წელს და როგორც აღმოჩნდა წლევანდელი წლის სტატისტიკის მიხედვით ლინკებზე გადასვლის სტატისტიკა არის საკმაოდ დაბალი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უფრო ნაკლებად აინტერესებთ მაგალითად ყოველდღიური სიახლეების გაცნობა და სწორედ ამიტომ მეტა ეცდება, რომ უფრო მეტად გასართობი პლატფორმა გახდეს Facebook-ი, ვიდრე აქამდე იყო და შესთავაზოს მომხმარებლებს ისეთი ვიდეოები, როგორიც არის მაგალითად გავრცელებული TikTok-ზე და ასევე Instagram-ზე აქტიურად იყენებენ ასევე Reels-ებს და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მარკ ცუკერბერგს საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების და მაგალითად Wall Street-ის კვლევამ ასევე დაწერა ისიც, რომ შესაძლო არის, რომ მარკ ცუკერბერგმა ძალიან მალე Facebook-ს გადაარქვას სახელი და მაგალითად დაერქვას Meta AI და ასევე მოსალოდნელი არის Facebook-ზე ხელოვნური ინტელექტის chatbot-ის ინტეგრირებაც. ამაზე უკვე დაიწყეს მუშაობა და ეს იქნება სწორედ ისეთი ხელოვნური ინტელექტის chatbot-ი, როგორიც არის მაგალითად ChatGPT და მას შეგეძლებათ კითხოთ ნებისმიერი რამ და ძალიან მალე მიიღებთ შესაბამის კითხვაზე პასუხს და აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი chatbot-ის შექმნა მეტამ სცადა 2015 წელს, თუმცა მაშინ ერქვა მას პერსონალური ასისტენტი და რა თქმა უნდა ისე ეფექტიანად არ მუშაობდა, როგორც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტი. რაც შეეხება Instagram-ზეც იქნება ხელოვნური ინტელექტის უფრო მეტი ინტეგრირება, როგორც სოციალურ ქსელში მომხმარებლები ვარაუდობენ. განსაკუთრებით კი ეს ყველაფერი შესაძლოა შეეხოს ფოტოების დამუშავებას და მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების დამუშავება უკვე ხდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არაერთ პლატფორმაზე, ასევე Google-ისაც აქვს შესაბამისი ტექნიკები, თუმცა ახლა ეს ყველაფერი იქნება თავად Instagram-ზე შესაძლებელი და ამაზეც დაწყებული არის მუშაობა. ელოდებიან, რომ 2024 წელს უკვე ეს ცვლილება შევა და ჩვენს აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი და რაც შეეხება ასევე ავატარებს, Instagram-ი ცდილობს, რომ გარკვეული სახის ავატარების შექმნას და ასევე სტიკერები, რომელიც აქამდე უფრო მეტად ჰქონდა Facebook-ს და მაგალითად ავატარები იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი და ის შექმნის სწორედ ისეთ ემოციას, როგორი შინაარსის პასუხის გაცემასაც ცდილობთ თქვენ შეტყობინებაზე და ბოლოს არის Threads-ი, როგორც აცხადებენ, Threads-საც ექნება გარკვეული სახის პროგრესი, რადგან უკვე შეიმჩნევა პროგრესი იქიდან გამომდინარე, რომ პლატფორმა X-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე უკვე საკმაოდ დიდი დეზინფორმაცია ვრცელდება. მომხმარებლები აცხადებენ, რომ X-ი გახდა მიკერძოებული პლატფორმა და მათ უჭირთ რეალური ინფორმაციის ყალბი ამბებისგან გარჩევა და სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა Threads-მა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვოს 2024 წელს.